საღამე მშვიდობის, საღამო არა, ღამე მშვიდობის ხალხო. ის რო არ გავაშრე. ოხნა შევდა დაბლა. მოსესა ესა თავსაფარკერა და ისიც დამრჩა. პირსაწმენდი რაც მეკეთა იქ დავდე, ამოიტანე და იქ გაფინე რა. პროსტინები თეთრეული გავრეცხე და მეთქი მოვასწრებ. ნინო საწოლისა და იონე საწოლის ისიც მივაყოლე და ზოგადად ხოლმე ის ვიცი მე რა ყოველ მეორე რეცხვაზე კრახმარს და ლილას ვუკეთებ და ეხა მაგისი დრო იყო და ეხლა გამოირთო 9 საკლია 10 წუთი. ეხა რომ ლილა და კრახმალი გავუკეთე ანუ ახლიდან ვასველებ რა ეგრე გამოდის ვლორთხავ. არ გაშრება. ამიტომ დავით ხა მოვძებნო. ისა. ხო მართლა. ეკა. აი ხარ შემოდიხარ, ესე. აშკარად არის ძალიან სასიამოვნო სურნელი. და მადლობა შენ. რასაკეთ. ბოლომდე გადაწიერა ერთი. ხოდა გაიხარე შენ რა. იმიტომ რომ აშკარად უშველა. რო გითხარით მამაგვსველი. შუშებიც დავწმინდე. მოკად მოგიყვებით რა, მოვედი ცოტა ადრე. სამსახურიდან. ხოდა. ხვალე გვაქვს რთველი. და ესენც კი გადავწმინდე გარეთ. ხვალ გვაქვს რთველი. პროსტინა მაქვს ნეტა. აი, ვიპოვე. ხოდა ვიფიქრე რომ მოდი მეთქი მან არა სანამ მაინც ხო უნდა იბანაო. იმიტომ რომ ჩემი ძმის მანქანით მოვედით და ეგე წამოვედი. მივყევი ეზოს ჯერ დილით ღმერთო დილით როგორი იპარება დრო არ ვიცი. ისაკ დავდოთ იონეს გადაუყრეთ ეს ნინოს. დილით დრო როგორი იპარება ხალხო სად მიდის? 7-ის ნახევარზე ხო ვდგები და დილას ავდექი ცოტა მეტად ადრე. თუ როგორც აქვია. ხო და? რაღაცა თითქოს ვიდეო თვალი ბუნტია თუ მე მეჩვენებ. ხო და ავდექი რომ მეთქი ვიცოდი რომ საჭმელი არ მქონდა დღევანდელი დღისთვის და კარტოფილი უნდა შემეწვა და კარტოფილს სანამ შევწვდი გავაკეთებდი იმას სუპს. მაკარონის ჩვეულებრივი სუპი. ხო და ხო ფიქრობდი რამ დაიწყაპუნა მეთქი და დაბლა ტელეფონი. ესე იგი როგორ გამეპარა სანამ სუპი გაკეთე და სანამ კარტოფილი შეიწვა მოვიდა ნინოს ნინოს ვეხმარები ხომ თმაზე რა. იქ კრუხი იქ წიწილა იქ მეორე წიწილა იქ მესამე ობოლა იქ ინდაურები ის და აი ეზო იცი როგორ დავტოვე დილას. აი სულ ალაგ-ალაგ აღებული ნაგავი გუშინწილო ქარი იყო სუპლოშეტკის ქვეშ შემოაქვს ხოლმე და დავტოვე საშინელ მდგომარეობაში. რა მოვედი? ჩემ თავს უთხარი, მანამ კი გეზარება და მაგრა დაღლიხარ. ფეხმა ისევ შემახსენა თავი. მაგრამ მოდი რა, თან ეკა შენ გაიხარე, ხალისი მქონდა იმის რომ მეთქი იმ იატაკის მოსაწმენდი იმით სითხით მეთქი, აბა როგორ მოიწმინდე და აქავრობა რა. როგორ მოიწმინდებაზე არ მქონდა ხა. წყალია და მტვერს აიღებს რა როგორ სუნი მაინტერესებდა რა მე მაინც როგორც დააყენებდა. მერე ჩემ თავს უთხარი რომ მარტო იატაკი აწავა. მოდი ჯერ ფანჯრები და ვეცი ეს ფანჯარა, სარკეები, იმით. შიფშიშტი. მიუხედავად იმისა რომ პირველად გამოვიყენე, ერთხელ გამოვიყენე.
გძნობ რაღაცა უცხო სუნს, სასიამოვნოს, აი სადღაციდან რომ მოდის. და აი ფსიქოლოგიურად რომ გაწყნარებს, რომ სუფთა მანანა, სუფთა. რო გეძახის რა. შენ არ იდარდო სუფთა. აი ეგ მომენტია. და მეც რომ იმას ვიზა უფრო გასუფთავდება. ასე რომ ხვალე მაქვს მარტო რაღაცეები, ბევრი არაფერი რა, რაღაც რამე რუმეები მოსახარში ხორცეული. დილით გოგოებს გაუშვებ სკოლაში. ბიჭები მიდიან კახეთში. ხო და მე ჩავწეროთ ერთი წყნარად ვიდეო. იმედია კაი ამინდი იქნება რომ გარეთ ჩავწერთ, არ იქნება რაღაცა უბედურობა. ხო და ეხლა აი რომელიც დაახლოებით 5-ზე ვიყავით, 5:30-ზე ვარ სახლში. დღეს 5:30-ზე ვიყავი ხარხნა სახლში. და წარმოიდგინეთ 4 საათია ვაკეთებ ამ ყველაფერს. ვითომ არაფერი ხარ რა 4 რამდენი ვარ იმენა მეჯობებია. მოყოჩ. დავიღალე მაგრად დედას გექცევი, მაგრამ აი რო ვიცი რომ ხვალე სუფთა სახლში უნდა გავიდო. მაღაზია როა სუფთა სახლი იგარებათ ჩემს სახლში. ეს დაღლა ეხლა დავწევი და ვშტ. ამომქრება. სანამ ბარბარე მოვა. თქვენ არ უთხრათ. აბანოშიანი და რა მოვავეთქვი რა. რა მაზი არა ის ვიხმარე კაცო. იატაკი რომ მოვწმინე იმისი სუნია თქო ეტყო. მე ბერა კარგი იყო. რა უნდა? დავიჯერო იგო სუნი რო ესავიღე. უცხენდებოდა გაუწი. რა არის? ხო კარგად არის. საიდან მოგაწოდო? ნინო წახვალ. ნინო მოგიტანს. ყველაფერი არ გაიქანთე შუქი კარგად არა გადმოყარო ყველაფერი. ეხა იონესი გადავაკრეთ. გადავაკრავ ამას რა. ყველაფერი, ეს არ დავიდია. ეს არ დამიედია. ნინოს ექიმს მივწერე, მეთქი წამალი უთავდება ნინოს და გამოკვლევაზე უნდა მოვიდეთ, მეთქი თუ ისე გამომიწერ წამალს და არავის ესწრაფა თუ არ უწევს, გამოკვლევაო, მარტო წამალს გამოგიწერო და პარასკევს მე და ივანი ვიწყავართ თბილისში, წიგნების საყიდნად. მაშინ ვიყიდი. გამიხარდა რაღა დაგიმალოთ, იმიტომ რომ ეს წამალია 385, ნუ 400 ლარს ვიხდი ხოლმე რა. 3 საათიან ენცეფალოგრამაში. წამალს კიდე უფასოდ ვიღებთ. სპეციალურ პროგრამაშია ნინო ჩართული და გამოწერილი არის რაღაცნაირად ვეუბნები ხოლმე იქ. ნებისმიერ აფთიაქში. ჰოი. დავიხალე. წავედი ხა. ხვალ დილამდე დაგემშვიდობებით. პატარა ვიდეოთი მინდოდა რომ მოგსალმებოდით მაინც. და ღამე მშვიდობისა მესურვებინა თქვენთვის. ჩემი ხალათი ხო ხვალე წყალი 5 დღე ხო არ ქონდა და გულში ხო მოვიდახარ. იმის მერს არაცხის მანქანა რამის არის გამეკცეს. ხვალე აი ეს ყველა ესენი უნდა გამოვცვალო. პლუს დაბლაც ხომ აქვს რაღაცები და
კრახმალი და იმის იქნება სუნი მიყვარს ალაფრანიში გამოვხარში გემრიელა. მოკლედ შაბათ კვირას ვეცდები რომ დავისვენ. ხო მართლა. გახსოვთ რომ ვამბობ ქორწილში მოვიდივარ ქორწილში მიდივარ სავარაუდოდ 5 ოქტომბერს ქორწილში მივდივარ. არ ვიცი იმ კაბას კიდე გავისინჯავ ხოლმე. მაგრამ თუ პარასკევს წავედი შოპ მარინაში ხوار გავიარო. ნახოთ. ეხლა რადგან ნამდვილად ვიცი რომ მივდივარ, მეტად დავიკლოთ. ახვალამდე და გემშვიდობ.